მილა იოვოვიჩი იცით ყველამ, მსახიობი, ცნობილი, ძალიან კარგი ფილმიდან მეხუთე ელემენტი. არ ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ თავის მეგობარ ბენ სიგმენთან ერთად დადროპა ინოვაციური მეხსიერების სისტემა ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის ღია კოდის open source პროექტი GitHub-ზე, სახელად Mempeleis. ოღონდ მართლა კარგი რაღაცა, მე ვიყენებ უკვე ჩემს აგენტებში და ჯერჯერობით პირველადი ტესტები ფაქტობრივად ძალიან წარმატებით ჩააბარა უშუალოდ ჩემი use case-ის შემთხვევაშიც. ეს პროექტი სრულიად ლოკალურია, ჩვენს მოწყობილობაზე მუშაობს, არანაირი ღრუბლები და API. ქმნის ძალიან კარგად მეხსიერების სასახლეს Mempeleis საუბრების ორგანიზებისთვის, ბერძნული ფილოსოფიის მიხედვით, როგორც ადამიანის მეხსიერება. გაგიგვირდებათ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან benchmark-ზე ამ მიმართულებით long memory eval-ზე 100%-იანი შედეგი მიიღო საუკეთესო ამ ინდუსტრიაში. პროექტს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება აქვს, მარტივად ინტეგრირდება OLAM-ასთან და LM Studios-თან. რეპოზიტორიის ლინკი თუ გაინტერესებთ, უბრალოდ დამიწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში სიტყვა მეხსიერება და მე გადმოგიგზავნით მაშინვე ამ ლინკს და შეგიძლიათ თქვენც გააქტიუროთ თქვენს აგენტებში. ახლა კი მოდი უფრო ღრმად განვიხილოთ თუ რა პრობლემებს გვიგوارებს ეს პროექტი. თქვენ თუ ყოველდღიურად აგენტებში ხართ ჩართული, ინტერესი გაქვთ ან ახლა იწყებთ, აუცილებლად ადრე თუ გვიან წააწყდებით მეხსიერებისა და კონტექსტის გააზრების პრობლემას, რადგანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ეს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში დღესდღეობით. სხვადასხვა ბევრ პროექტს ტესტავთ ხოლმე და ვნახულობთ, ვეძებთ გზებს, რომ საუკეთესო შედეგები მივიღოთ, თუმცა ყოველთვის ნაკლოვანებაა ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ამ სისტემამ შედარებით უკეთესი შედეგები მოგცა და მინდა განვმარტო ახლა, რას ვიღებთ რეალურად აქედან. ანუ Mempeleis ფაქტობრივად უკანტოვებს ბაზარზე არსებულ ყველა ფასიან ალტერნატივას, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მეხსიერების მოდულები კომერციული შეზღუდების გარეშე პირდაპირ ლოკალურად დავნერგოთ. ტოკენებით გადატვირთვის ნაცვლად, ინსტრუმენტი ფაქტებს დინამიურად იძახებს, რაც გამოთვლით რესურსებს მკვეთრად ზოგავს და მოდელის ჰალუცინაციის რისკებს მკვეთრად ამცირებს. Mempeleis ცოტა სხვანაირი ფილოსოფიური დამოკიდებულება აქვს და ის ამტკიცებს, რომ AI-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რისი დამახსოვრებაა ღირებული, ხშირად დანაკარგებს იწვევს. ეს სისტემა ChromaDB-ს და Verbatim Storage-ს იყენებს, ნაცვლად შეჯამებისა ან embedding-ზე დაყრდნობილი კომპრესიისა, ყველაფერი RAW ფორმატში ინახება ამ შემთხვევაში. შემდეგ კი სემანტიკური ძებნით აბრუნებს მოთხოვნილ ინფორმაციებს. ეს უფრო მარტივი არქიტექტურაა, მაგრამ სამაგიეროდ სჭირდება უფრო დიდი სივრცე. მოკლედ, მართლა საინტერესო სისტემაა და გირჩევთ, რომ დატესტოთ თქვენს აგენტებში, შეიძლება ძალიან გამოგადგეთ.